გამარჯობათ, მეგობრებო, მოგესალმებით. აი ამ ლამაზი სტუდიიდან ჩვენ ვიყოფებით სტუდია ობიექტივში. ძალიან დაგვეხმარნენ პატრიოტები, რომ გადაცემა წმინდა ილია მართლიგზით, თავის დროზე ეს გადაცემები ჩვენი პროგრამა, ერთსაათიანი პროგრამა გადიოდა ქართულ ტივიზე. იყო ძალიან პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი გადაცემა და შემდგომში აი ესე განახლებული ფორმატით უკვე დღეს პირველი გამოსვლა ჩვენთან. წარმოგიდგენთ ჩვენ მეგობრებს ბატონი გიგა გუდაძე, რომელიც არის ჩვენი ბიზნეს ასოციაცია სოლიდარობის თავმჯდომარე, პიროვნება, რომელიც ბიზნესშია დაკავებული, მოღვაწეობს. ბატონი ვაჟაბაკაშვილი, პედაგოგთა ასოციაცია, განათლება და ზნეობა და ჩვენ წლების განმავლობაში ასევე ეს სამი მეგობარი ვამუშავებთ საზოგადოება მამულიშვილებს, აი ესე გვიცნობენ ჩვენი პატრიოტები, კონსერვატული ფრთა, ხვდებით ბევრ ქართულ არასამთავროებს, ქართულ პარტიებს, იმ პარტიებს, რომლებიც აი კონსერვატულ ფლანგზე მოღვაწეობენ და ვეხიდებით ერთმანეთს, ესე იგი, აი ამ სამი სანგრიდან საზოგადოება არარეგისტრირებული ქართული არასამთავრობო მამულიშვილები, ბიზნეს ასოციაცია სოლიდარობა და პედაგოგთა ასოციაცია განათლება და ზნეობა და აი ეს სამი ქართული არასამთავრობო მოგახსენება ჩვენ შევქმნით იმ ტკივილიდან გამომდინარე, რომ ერთ ამ თემებში ძალიან უჭირს ბიზნესის კუთხით, უჭირს საზოგადოებრივი კუთხით ძალიან ბევრი თემა არის შესაშვებელი. პედაგოგთა ასოციაცია კიდევ იბრძვის იმ ფრონტზე, რომ ესე იგი განათლების სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ თემებს ესე იგი მოიცავს და ხელშესაშველებელია და თითქმის ჩამოშლის დონეზე არის მიყვანილი, იქაც ძალიან ბევრი საქმეა ეროვნული საკეთებელი და მოგეხსენებათ, ესე იგი ჩვენი პროფესიები გვაქვს. ბატონი ვაჟა პედაგოგი არის, ბატონი გიგა მშენებელია, ბიზნესის კუთხით მუშაობს, მე ფარმაცევტი ვარ და ჩვენ ქართველი ასე ვთქვათ მამულიშვილები, ოჯახებიც გვყავს, ისევე როგორც თქვენ ჩემო ლამაზო მაყურებლებო, მაგრამ პროფესიებიც გვაქვს და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ესე იგი საქართველოს ტკივილებს გამოეხმაუროთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე. აი ამ გადაცემაში მე ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გადაცემა წმინდა ილია მართლიგზით, ისევ აი ამ სათაურით თუ იქნება ძალიან კარგია, თუ დაგვთავენ ამის ნებას ჩვენი ობიექტივის ხელმძღვანელობა. წმინდა ილია მართალი თქვენ იცით ერთ დროს ქართველებისგან დაწუნებული დღეს ეს გზა მართლისა სარწმუნოებისა და გზა ენისა და მამულისა და სარწმუნოების სამსახურისა დღესაც აქტუალურია და დღესაც ესე იგი შესაძლებელია. უნდა გავიაროთ ყველა ამ გზაზე და ჩვენმა დიდმა ერის დამფუძნებელმა მამებმა აი ეს სამი პოსტულატი რომ მოგვაწოდეს, ეს მარადიული პოსტულატებია და ყოველ ეპოქაში ყოველთვის აქტუალური იქნება, არა მარტო წარსულში იყო აქტუალური მამულის ენისა და სარწმუნოების მსახურება, არამედ დღესაც ძალიან აქტუალურია, თქვენ ხედავთ ამას, რა ხდება ჩვენ თავს, ამხელა პრობლემებს ვეჯახებით, მამანთა თუ ჩვენი თქვათ გულუბრულებისა და რაღაცნაირად შეცდომების გამო და მომავალშიც ეს პრობლემები სულ იქნება, იმიტომ რომ მსოფლიო ზღვაი აღზრულ არს დანთქმითა მიძლიერითა, ხო გავიხსენოთ ჩვენი წინაპრების ეს აი ამ ატვირთმანებულ მსოფლიო ზღვაში ცურავს ეს პატარა ნავი, საქართველოს პატარა ნავი, სადაც ჩვენ ყველანი ვართ იქ, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია, ხალხი, მთავრობა, სხვადასხვა ჯურის მთავრობები, სხვადასხვა განწყობისა და შეხედულების ადამიანები და ესე იგი ამ ნავში რომ ვართ, ყველამ ესე იგი უნდა გავიაზროთ, რომ ამ ნავის რყევა არ შეიძლება, უნდა ვიყოთ ერთმანეთისადმი სიყვარულით განწყობილი და სამშობლოსაც ასევე სიყვარულით და თავდადებით უნდა ვემსახუროთ და ჩვენი უწმინდესიც აი ბატონო ვაჟა დამეთანხმები თქვენ რომ სულ ამას ამბობთ რომ სიყვარულით აკეთეთ საქმე. არა ქიშპით, არა თქვათ რაღაცა მედიდურობით და
მე ვარ და კარგი და სხვა არის ცუდი, არა ამ კუთხით, არამედ სიყვარულით ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები და არაქართველებიც ყველა, ვინც ვართ საქართველოში ვცხოვრობთ, ვართ ერთი ოჯახის წევრები. ერთ პატარა ქვეყანაში, ციცქნა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სულ 3 მილიონიც არა ვართ უკვე და შეიძლება 2 მილიონი ნახევარიც ვართ. ყოველ შემთხვევაში თქვენ კარგად იცით, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები ხან გასაიდუმლოებულია, ხან დამალულია, იმიტომ რომ ნამეტანი თავზარი არ დაგვეცეს აი ამ ესე იგი ციფრებიდან გამომდინარე. ძალიან ცოტანი ვართ, ასე ვთქვათ, ჩინეთის ერთი პატარა სოფელი, ან პატარა დასახლება ვართ, ასე ვთქვათ და იმდენად ცოტანი ვართ და საჭიროა, ესე იგი, ქვეყნის სიყვარულით შენება. ამაში ალბათ თქვენც მეთანხმებით. დღევანდელი თემა მე მინდა რამოდენიმე თემა შევეხო, პირველ რიგში იმას, რომ აი ეს მას ტურიზმი რას უკეთებს ქვეყანას, YouTube-ი მოგეხსენებათ, ყველას გაქვთ და ყველა შედიხართ, სხვადასხვა ენაზე ბევრი ინფორმაცია დღეს დადებული, სხვადასხვა ქვეყნებში რა გამოიწვია ამ მოზღვევებულმა მას ტურიზმმა, ანარქიულად შემოსულმა ხალხმა. მართალია ერთი შეხედვით თითქოს თანხები შემოდის ქვეყანაში, მაგრამ შეხედეთ რა ხდება საბერძნეთში, შეხედეთ რა ხდება პორტუგალიაში, ესპანეთში და სხვა პატარა ქვეყნებში, დიდ თუ პატარა ქვეყნებში, ასეთი საგანგაშო ვითარება, ისინიც ამბობენ YouTube-ზე ძალიან ბევრი დებს ამის შესახებ, იქაური ექსპერტები, რომ ხდება საშინელი გაძვირება, პირველი რაც ხდება, საშინელი გაძვირება ყველა სფეროში, განსაკუთრებით საბინაო პრობლემები იჩენს თავს, პრაქტიკულად ახალგაზრდებისთვის, მკვიდრი ახალგაზრდებისთვის ვერ ხდება ესე იგი ბინის ქირა მიუწვდომელი ხდება, ახალგაზრდები ვერ ოჯახდებიან, სამუშაო ადგილები იკავებენ უცხო, ესე იგი ეს ემიგრანტები და უცხო ტურისტები, შემოსული მოსახლეობა და პრაქტიკულად მკვიდრი ახალგაზრდობა განიდევნება ქვეყნიდან და ისინი იზოლებული არიან, დატოვონ პორტუგალია, დატოვონ ესპანეთი, იგივე იტალიის მოსახლეობა თითქმის გახიზნულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ამერიკაში, ავსტრალიაში მიდიან და პრაქტიკულად ბურთი და მოედანი რჩებათ ემიგრანტებს და მოზღვევებულ ტურისტებს. ესენი არიან თქვათ იგივე ინდუსები, პაკისტანი, იგივე სპარსელები და ესეთი კატეგორიის ხალხი იღებს აი ბურთ და მოედანს და თქვენ თუ წარმოიდგენთ ეს ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ იგივე პროცესები მეორდება ჩვენთან. ესე იგი მას ტურიზმი და პლუს ესე იგი ანარქიული მშენებლობა. დეველოპერები აშენებენ ძალიან ბევრ ბინებს, ეს შეიძლება მისასალმებელია, მაგრამ შემდგომში ხდება ამ ბინებში, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობას არ გააჩნია ეს თანხები, რომ ეს ბინები შეავსოს, დაიკავოს, იყიდოს ბოლომდე და უამრავი თავისუფალი ბინა იყიდება უცხოელ მოქალაქეებზე, გინდა ჩამოსვლაზე და გინდა გადამთიელ უცხოეთში მაცხოვრებელ მოქალაქეებზე და საბოლოო ჯამში დემოგრაფიული სურათი მკვეთრად იცვლება. და ეს ზარები მარტო თქვათ აი ამ განვითარებულ ქვეყნებში კი არ არის შემოსაკრავი, ჩვენთანაც შემოსაკრავია. იგივე ხდება ლიტვა, ლატვია, ესტონეთში, იგივე ხდება რუმინეთში, იგივე ხდება ბულგარეთში, პრაქტიკულად ცარიელდება ეს ქვეყნები პირველ რიგში ახალგაზრდობისგან და შემოდის ესე იგი ტურიზმის სახით თუ ემიგრანტების სახით, თუ ტოლვილების სახით, ესე იგი უცხო თესლი და შემდეგ მრავლდება და იკავებს ამ საცხოვრის სივრცეებს. აი ბატონ გიგა, თქვენთან მაქვს ესე იგი აი ამ პრობლემას როგორ უყურებთ თქვენ როგორც მოქალაქე და რამდენად არის დიდი გულის ტკივილი თქვენი მინდა რომ გააცნოთ მოსახლეობას. გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში დიდი მადლობა ობიექტივი სტუდიას, რომ ჩვენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოგვეცა იმის საშუალება, რომ ჩვენი აზრი გამოგვეთქვა. იმ საკითხებზე, რომელიც საჭიროებო არის როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ყველა მოქალაქისთვის. ახლა ბატონ გიორგიმ კითხვა დამისვა. ეს კითხვა პრინციპში მან კარგად განმარტა და მეც ცოტას დავამატებ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყველაფერი ხდება საქართველოში ქაოტურად. ცუდი არის ის, რომ ჩვენთან საერთოდ ეგრე იყო მიღებული, რომ ვიღაცა რაღაცა ბიზნეს რო დაიწყებდა, ეს იყო მე 90-იანი წლებიდან მახსოვს კარგად, იმიტომ რომ ამ ქალაქში და
ამ ქვეყანაში ვარ დაბადებული და პრინციპში არც წავსულად არსად. ვიღაცა რომ რაღაცის კეთებას დაიწყებდა, იყო რაღაცეების ჩამოტანა მაგალითად და ბიზნესი რომ ამით ცოტათი წამოიწერა და ვიღაცა რომ რაღაცა მოგებას ნახულობდა, მე ყველა იწყებდა ხოლმე ამ ბიზნესის განვითარებას და ბოლოს ეს ბიზნესი ვარდებოდა, ხდებოდა ისე რომ ყველა ადამიანი მოგებას ვერ ნახულობდა. მე ზოგი კოტრდებოდა, ზოგი პრობლემა შეექმნებოდა და ძალიან ცუდ დღეში ვარდებოდა. დღეს ზუსტად სამშენებლო ბიზნესის წესია. მიდის მშენებლობა. მშენებლობა მიდის არა მოქალაქეებისთვის, არამედ მიდის მშენებლობა, იმიტომ რომ არ ვიცი ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი არის, რომ იმდენი სახლი, რამდენიც საქართველოში შენდება, ქართულ მოსახლეობას და ძირძველ მოსახლეობისთვის განკუთვნილი არ არის, იმიტომ რომ ვერც იყიდიან და არც არის საშუალება ყიდვისაც და არც არის საჭირო ამდენი ბინის აშენება, იმიტომ რომ მოსახლეობა არა ვართ იმდენი, რომ მარტო თბილისში აი ამდენი ბინა აშენდეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თბილისი არის რეგიონებიდან შევსებული და სოფლები მაგალითად დაცარიელებულია და იმის მაგივრად რომ სოფელი განვითარდეს, იმის მაგივრად რომ ის ადამიანები, რომლებიც ბევრად უფრო მეტ მოგებას სოფელში ნახავენ, თუ ჩვენ სოფლის განვითარება დავიწყეთ, რომელიც შეეშველება როგორც ეკონომიურად ჩვენს ქვეყანას, როგორც შეეშველება ასევე იმ სოფლის პროდუქტებს, რომელიც ჩვენთან მართლა ბევრად უკეთესი მოდის და ბევრად უფრო ეკონომიური არის იმ პროდუქტებთან შემოტანის, იმ პროდუქტებთან შედარებით, რომელიც შემოგვაქვს, ბევრად უკეთესი ხარისხისაც არის, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთან ამან ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენთან მიდის ქაოტურად ჩამოსახლება თბილისში, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები მხოლოდ თბილისში არის, მხოლოდ ბათუმში არის, მხოლოდ დიდ ქალაქებში არის და ეს ჩვენი ქვეყანა და ეს ჩვენი საქართველო გახდა ერთი თავკომბალა. ეხლა რაიონში ვიყავი ზუსტად 2 დღის უკან და ღამე რო გამოვივლი ხოლმე სოფლებში, არ ვიცი, არის მყარი ქალაქები, არის მყარი სოფლები, ჩამქრალი არის ყველგან სინათლე. და ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ ქართველი ხალხი საქართველოდან მიდის. იცლება ის ახალგაზრდობა მიდის, რომელმაც ჩვენი მომავალი და თავიანთი მომავალი უნდა შექმნან და ეს თავიანთი მომავალი და ჩვენი მომავალი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო. თუ ისინი წავლენ თავისთავად, ვიღაცა ადგება და შემოვა და იმათ ადგილს დაიკავებს, რომელიც დღეს ხდება, მაგრამ ხდება ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხდება, არ ვიცი, სახელმწიფოს ხელშეწყობით. იმიტომ რომ ყველაფერი ქაოტური არის ჩვენთან და ძალიან ბევრი რაოდენობის ისეთი ადამიანები შემოდიან თვითონ ილაპარაკა აგერ ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და თქვა, რომ თურმე 25,000 არალეგალი არის შემოსულიო. 25,000 მე მგონია რომ არის ძალიან პატარა ციფრი და ეს ბევრად უფრო უნდა გაიზარდოს, რამოდენიმეჯერ უნდა გადამრავლდეს, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანმა ვიცით ქალაქში რომ გავდივართ, განსაკუთრებით საღამოთი ქართულ სახეს ვეღარ დაინახა. ძალიან ბევრი უცხოელი არის საქართველოში შემოსული. მე ამბართან პრეტენზია კი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ბრალი არის ეს, იმიტომ რომ კანონმდებლობა არის მიღებული ისეთი, რომ იმათ უფლება აქვთ, რომ შემოვიდნენ. ზუსტად ესეთი ლიბერალური კანონმდებლობა არის, რომ იმათ შეუძლიათ შემოვიდნენ, შეუძლიათ აქ იცხოვრონ, შეუძლიათ აქ სამუშაო დაიწყონ და ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ. და რატომ ვაძლევთ? ჩვენი შვილების ხარჯზე. ხო, მე ამას უბრალოდ ვერ ხვდები. რატო უნდა მივცეთ მაგალითად აგერ ახლა უბრალოდ რაღაცა არის ხო ყველაზე მარტივი სამუშაო, მარტივს რატო ვეძახი მე? იმიტომ ვეძახი რომ ყველაზე გავრცელებული არის უბრალოდ აგერ ეს ინტანები რომ არიან, გლობო არის კიდე სხვადასხვა ფირმები არის, იქ თითქმის 50% უკვე ქართველები ჩაანაცვლა უცხოელებმა. ვიღაცები იტყვიან, რომ იცით რა ეს არის სტუდენტები, რომლებიც თავიანთ, მაგრამ რო უყვირდები მე და რომ ნახულობ, ხო, იქ არავინ არ არის თითქმის სტუდენტი. შეიძლება 1-2 იყოს სტუდენტი, რომელიც კიდეც სწავლობს, კიდეც მუშაობს, ერთ-ორ კაპიკს აკეთებს და მე რო დაამთავრებს სწავლას, მე შეიძლება წავიდეს აქედან. აქ ძირითადად არის ის არალეგალი ხალხი, ის პაკისტანელები, ის ინდოელები, რომლებიც დაახლოებით 30-40 წელს არიან გადაცილებულები და მუშაობენ ჩვეულებრივად აკეთებენ იმას, რისი უფლებაც ჩვენ ქართველებმა მივეცით. მივეცით ჩვენი კანონმდებლობით, მივეცით ჩვენი
ის შესაძლებლობა რომ ისინი ნელა-ნელა დამკვიდრდნენ საქართველოში და დემოგრაფიულად ძალიან ახლო მომავალში თუ ესე გაგრძელდა საქართველოში ჩვენ უმცირესობაში აღმოჩნდებით ქართველები. ამიტომ ამას უნდა ერთობლივი ყურადღების მიქცევა როგორც ჩვენი მხრიდან, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, ისე თავრობის მხრიდან, მაგრამ თავრობაზე ჩვენ თუ რანაირად ზეწოლა არ მოვახდინეთ, ესეთი რაღაცა არ შეიცვლება, იმიტომ რომ აგერ ხედავთ, რომ პირიქით ხდება ის, რომ რაღაცეები არის დაანონსებული, რაღაც ქალაქების აშენებაზე არის ლაპარაკი, რომელიც თურმე უნდა აშენონ მცხოვრებლებმა, ამაზე ბატონი გიორგი კიდე გვეტყვის. უბრალოდ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა, რომ პირველ რიგში არის აუცილებელი, რომ დაიგეგმოს ყველაფერი. განვითარების გეგმა უნდა დაიდოს. უნდა საქართველოს განვითარების გეგმა, უნდა თბილისის განვითარების გეგმა. ბინაჩენობა საზოგადოდ აბარა აუცილებლად კოტირებული უნდა იყოს, კოტირებული. ტურისტების შემოსვლა, ვიღაცა ეთქვის, რომ იცი რა, კარგია, ბევრი ტურისტი შემოდის. კარგია, რაზეა ლაპარაკი. მაგრამ ტურისტი რო შემოდის ბევრი, ჩვენ როცა მთელი პროდუქტები, რომელიც კი სოფლის მეურნეობის პროდუქტები არის, დაწყებული პამიდრიდან, კიტრიდან, ყველიდან, ყველაფერი ჩვენთან არაფერი ეს არ მოდის. ეს ყველაფერი ჩვენ შემოგვაქვს. ეს იწვევს ძალიან გაძვირებას. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა საქართველოში, მით უფრო მეტად გაძვირდება პროდუქტი, იმიტომ რომ ჩვენ პროდუქტს არ ვაწარმოებთ. ჩვენ მომართულები არა ვართ იმისთვის, რომ ჩვენ პროდუქტები ვაწარმოოთ. ჩვენ შემოგვაქვს ეს პროდუქტის ბევრი ტურისტის შემოსვლა იწვევს პროდუქტის დეფიციტს და პროდუქტის დეფიციტი იწვევს აი ესე კატასტროფულად გაძვირებას ყველაფრისას. წარმოუდგენელი ფასები ეხლა ყველამ ჩვენთაგანმა ვიცით უკვე დავდივართ მაღაზიებში, ბაზრებში, რა ვიცი, აფთიაქებში, წამლებზე აღარ ლაპარაკობ და კატასტროფული სიტუაცია ყოველდღიურად იზრდება ფასი. აი ამას უნდა მიხედვა ეს. აი ბატონო გიგა თქვენს შეატყობთ ალბათ რომ ჩვენი ქართველი ახალგაზრდობა რეგიონებიდან უკვე ვეღარ ჩამოდის და ვეღარ ქირაობს ბინებს. სტუდენტები თვითონ იძულებული არიან სწავლაზე უარი თქვან, ზოგი მეორე მესამე კურსზე სწავლობდა და უკვე ვეღარ შეძლო ბინის ქირაობა თბილისში, ზოგმა ქუთაისში ვერ იქირა, ძალიან გაძირდა ყველგან. ეს ემიგრანტები, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ვიტყვი, უცხოეთიდან მოზღვევებული ტურისტი ემიგრანტები უკვე იმდენი არიან, რომ მოედენ ამ ქუთაის, თბილისის, ბათუმს და ისე გაძვირდა ფასები, რომ უბრალოდ ჩვენი ადგილობრივი მკვიდრი ახალგაზრდობა ვეღარც სამუშაოს შოულობს და პლუს ვეღარც ბინას ქირაობს, რომ სწავლა გააგრძელოს. ეს ყველაფერმა გამოიწვია ზუსტად ამ ქაუტორმა შემოდინებამ ამ უცხოელი მიგრანტების არის თუ ემიგრანტების არის თუ ტორვილების, რომლებიც შემოდიან და ანაცვლებენ ქართველებს და ყველაზე ცუდი კიდე რა არის, რომ აგერ ახლა ბატონი ვაჟა ამაზე ილაპარაკებს. ის ჩვენი სტუდენტები აგერ თქვენ როცა ბრძანეთ 2-3 წელი რომ სწავლობენ და მერე ვეღარ იხდიან. აღარ არის საერთოდ ყველა ადგილას, სადაც კი იყო საერთო საცხოვრებელი. უნივერსიტეტის, გპ-ის საერთო საცხოვრებელი, ძველად გპ-ის ვიძახით, სხვადასხვა საერთო საცხოვრებლები. იმათ მაგერად კორპუსები ჩადგა, ეგრე საბურთალოზე სამედიცინო ინსტიტუტთან ყველამ კარგად იცით, ეხლა მე მან ცხოვრობდა, ვიცი უბრალოდ 2-3 დიდი კორპუსი იდგა, საერთო საცხოვრებელი იყო, რომელიც აიღეს და ჩაანაცვლა საერთო საცხოვრებელმა რაღაც მაღალსართულიან სახლებმა, რომელშიც ვერავინ ვერ იქარავებს ბინას და სტუდენტიც არის დარჩენილი სწავლის გარეშე. ამიტომ ბევრი სტუდენტი იძულებული არის რომ წავიდეს საქართველოდან და მიდიან კიდეც. სტუდენტური სამუშაოებიც აღარ დარჩა. ადრე თქვა გლოვოზე და ვოლტზე რომ შეეძლო სტუდენტს მუშაობა იმ მოტოციკლზე. ანაცვლებენ ისინი. სულ არიან პაკისტანელების ხელში ყოფილი. ხო, იმიტომ რომ პაკისტანელისთვის ძალიან უფრო ნაკლები გადასახადია ჩვენებისთვის ბევრი, ეს ყველამ კარგად იცით უკვე და ეს ყველანაირად ამას უნდა კომპლექსურად მიხედვა, ესე სამთავრობო დონეზე. სამთავრობო დონეზე აუცილებელია, თორე ესე თუ გაგრძელდა ჩვენ კატასტროფის წინაშე ვდგებით უკვე და ვდგავართ კიდეც რა. ამიტომ მე ეს მინდოდა მეთქვა. კარგი. ბატონო ვაჟა, აუცილებლად თქვენ აი განათლების სისტემაში ჩვენ ახალგაზრდობას ნამდვილად ყოველდღიურად ხვდებით. იცით ეს პრობლემები, რაც მე გავაჟღერე, აი რა სიტყვით კიდევ თქვენ რას დაუმატებთ, ის რას კიდე არ გითქვი ალბათ და როგორ აფასებთ ვითარებას. მეც თქვენსავით მევესალმები მაყურებელს, დიდ მადლობას მოახსენებ ობიექტივის ხელმძღვანელობას, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენი
გაცნობიერებული გულის ტკივილი კვლავ ვაუწყოთ საზოგადოებას და თუ რაიმე მნიშვნელობას ისინი დაინახავენ, გაიზიარებენ ან თავიანთ დამოკიდებულებას ჩამოყალიბებენ. რაც შეეხება აი იმ პრობლემებს, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს გაცხოველებული ტურიზმი იქნება, ბინადრჩენებლობა, დაუსაქმებლობა. მე თქვენს ნებართვით ცოტა უფრო ღრმად წავიდოდი და ვიტყოდი, რომ ჩვენ ფაქტიურად სახელმწიფო შენებლობის გეგმა არ გაგვაჩნია და ამ სახელმწიფო შენებლობის გეგმაში ძირითადი როლი ალბათ იდეოლოგიას უნდა ეკავოს. ახლა მე რაკი კონტაქტი მაქვს წლების ათეული წლებია ახალგაზრდობასთან ვიტყოდი კომუნისტების პერიოდში უფრო ეროვნული და ამაღლებული ფასეულობების ბავშვები იყვნენ ვიდრე სამწუხაროდ დღეს. კი, დღეს უნიჭიერესი ახალგაზრდობა მოდის, მე ვიტყოდი რომ შეიძლება ადამიანს კონდეს პესიმიზმი, მაგრამ როდესაც დაინახავს ამ ბავშვებს და მათთან კავშირი ექნება ყოველდღიური თუ არა მაინც რაღაც ეპიზოდური დაინახავს, რომ ქართული გენი ისევ ცოცხალია, ქართული გენი ისევ ძლიერია და მას შეუძლია თუ სათანადო დამოკიდებულება იქნება უფროს თაობისადმი, მან ისევ გაეგწინოს და თავისი ადგილი დაიკავოს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ უფრო დიდ მსოფლიო სივრცეში. მე ვიტყოდი, აი იდეოლოგიას რატომ მოგახსენებთ, რომ ბავშვებს ფასეულობები საიდან უნდა გქონდეთ და რა ფასეულობები უნდა გქონდეთ. ჩვენ ახლა ისე თაობაში ვიყავით და გავიზარდეთ, ჩამოყალიბდით, მივიღეთ განათლება, რომ ეროვნული ფასეულობა სამივე ჩვენთაგანმა აღზრდისა და ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე ბუნებრივად მივიღეთ. მაგრამ ამ ბავშვებს, რომლებსაც ისეთი განათლების სისტემა მოუწყვეს, ბატონ ზვიად გამსახურდიას მოკვლის მერე, რომ ვერ გაიგეს, რომ სამშობლო რა არის, ეროვნული ფასეულობა რა არის, რა დამოკიდებულება უნდა გქონდეთ მათ ეკლესიისადმი, უფლისადმი, სარწმუნოებისადმი, ოჯახისადმი და საერთოდ კაცობრიობისადმიც. ასე ჩვენ ვიყავით სოციალისტური აზროვნების წარმოადგენლები, რომლებიც გარკვეულად მაღალი ზნეობის საღრდენებზე იდგა, რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ჩვენ საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ბანაკი, თავისთავად იქ მაინც მოცემული შეიძლება ძალიან გაერყნა, შეიძლება ძალიან ბევრი ცოდვაც ჰქონდა, მაგრამ ის ყველაფერი თეორიულადაც და პრაქტიკულადაც იდგა მაღალ ზნეობრივ საღრდენებზე. თუ შევხედავთ თუნდაც დღევანდელ ცხოვრებას, რომ მთელი ჩვენი პოსტსაბჭოთა სივრცის ქონება აქვს თქვათ დაახლოებით 3%, ხოლო დარჩენი ხალხი ვართ პროლეტარები, არაფრის ქონეები და მთელი საწარმო საშუალება თუ ფინანსები იმ 3%-ს გააჩნია. ესე იგი, მთელი ცხოვრება ჩვენ ბავშვები როდესაც მეკითხებიან, იმისთვის იბრძოლით, რომ აი ესე ყოფილიყო თქვათ ის 3% მოსახლეობის, მათ ჩაეგდოთ ყველაფერი ხელში და ჩვენ ესე ყოფილიყავით ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. არაფრის ქონებლები და რაც გაგვაჩნდა, ან ჩვენ შობლებს გააჩნდა, ყველაფერი წაგვართვეს. აი ეს მივიღეთ იმ იდეოლოგიიდან, რომელიც ჩვენთან გამეფებულია და რა მარტო ჩვენთან, მთელ საბჭოთა სივრცეში გამეფებულია, 30 წელზე მეტია. და აი ფაქტიურად გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. არა მარტო ჩვენ თუ დავაკვირდებით აზერბაიჯანის ცხოვრებას, ჩვენს მეზობელ სომხეთის ცხოვრებას და შუა აზიის ცხოვრებასაც იქაც იგივე სიტუაცია ხომ არიან ოლიგარქები, ეს ოლიგარქები მართავენ ქვეყნებს, ზოგი თავი უკვე მარადიულ პრეზიდენტად გამოაცხადა და მემკვიდრეობით გადადიან ისინი. ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე. მე გთავაზობთ იმ გულის ტკივილიდან გამომდინარე, ასეც ბავშვები გამოხატავენ, რომ არავის საქართველოში გაჩერება აღარ უნდა ამ უუფლებო და უპერსპექტივო ქვეყანაში პირდაპირ გეუბნებიან, რომ აი დავამთავრე მე სკოლა, დავამთავრე უმაღლესი, რა გავაკეთო? მთელი ჩემი ცხოვრება უნდა ვიყო რომელიღაც მაღაზიის გამყიდველი, მენეჯერი და შემივახცე მენეჯერობას. დანარჩენი ყველაფერი არის გაყიდული
დარჩენი პერსპექტივა რეალურად არ არსებობს. ანუ ბავშვები ძალიან განიცდიან იმ უსამართლო საზოგადოებრივ პოლიტიკურ წყობას, რომელიც ჩამოყალიბდა არა მარტო საქართველოში, არამედ ჩამოყალიბდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენ დაუბრუნდით ველურ კაპიტალის, ცხოვრობთ ამ ველურ კაპიტალიზმის პირობებში და მე მგონი მართლმადიდებელ საქართველოს, რომელსაც 2000 წელზე მეტი ისტორია აქვს, ეს არ ეკადრება. და თუ გავიხსენებთ ერეკლე მეორეს, რომელსაც ხშირად აუგად მოიხსენებენ ხოლმე, მიხვდებით რაოდენ ძვირფასი ნაბიჯი გადადგა მან და დაგვანახა სამომავლოდ, რომ არა ისლამური სამყარო, ჩვენ შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ მიგოჩნია, რომ არა მარტო საქართველოს და ქრისტიანული ქვეყნების მომავალი ეს არის სიყვარული ან მართლმადიდებლობა და არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს მომავალიც თუ ჩვენ გვინდა რომ იყოს სიყვარული და თანასწორობა, ძმობა, ერთობა და ეს არის მართლმადიდებლობა და არა ისლამი. ეს ერეკლე მეორემ დაგვანახა, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქრისტიანული პრინციპებით. მაგრამ სად არის ეს ქრისტიანული პრინციპები, მითხარით? ეს ქრისტიანული პრინციპები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სულიერებაში, უნდა იყოს განათლებაში, უნდა იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამართლებრივ ცხოვრებაში, ეკონომიურ ცხოვრებაში. ბავშვებისგან გამომდინარე ისე გულაცრუებულები არიან, რომ მათ მე ვერ ვამშვიდებ და ალბათ კოლეგებსაც თუ გადავხედავთ, ყველა ხვდება, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალური ფასეულობები, რომლებიც შემოაგ ბავშვთა აზროვნებაში ესლები ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან სიწმინდეს, ებრძვიან ოჯახს, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ყველას და ჩვენ მივიღეთ ზნეობრივი საქართველოდან, მივიღეთ ფაქტიურად უკვე უზნეობის გზაზე დამდგარი საქართველო, უსამართლობის გზაზე დამდგარი საქართველოს ცხოვრების მონახაზები, რომელსაც ვერ გავაჩერებთ იდეოლოგიის გარეშე. აი ბატონო ვაჟა, აი უსამართლობის გზაზე დამდგარი საქართველოდან გამომდინარე, აი დღეს რაც ხდება, ესე იგი დეველოპერი, სიმდიდრეს დახარბებული ქართველი ბიზნესმენი, რომელიც აშენებს კორპუსებს, ერთს კი არა, 100 და 200. და ესე იგი მისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ კორპუსებში შევა ქართველი თუ უცხოელი. რა თქმა უნდა, ქართველს ამის თანხები არ აქვს და ცოტანი წავარ და ამდენი ფული სად არის, რომ თქვა, მაქსიმალურად გადაივსოს ეს ბაზარი და შეივსოს და გაიყიდოს ქართველებზე, ნეტარი ასე იყოს, მაგრამ არ ხდება სამწუხაროდ, ერთეულები უკვე ყიდულობენ და 99% ამ ბინებს იძენს გადამთიელი. განსაკუთრებით მოძალებულია დღეს სპარსეთი, თურქეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ისეთი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობის ასიმილაცია არ შეგვიძლია ჩვენ. ესე იგი, იყიდეს ბინები, ჩამოვიდნენ და ცხოვრობენ, ხო? ჩამოყავთ თავის ნათესავები. მოგეხსენებათ, ერთ ბინაში ერთი კი არ ცხოვრობს, დედა და მამა შვილები. ჩამოყავთ ნათესავები და შეიძლება ერთ ბინაში 50 კაცი ცხოვრობდეს, მე პარალელურად მუშაობდეს. ეს იცით ხო, ეს ინდური, ესე იგი, ხრიკები რომ ჰამაკები რო აქვთ ბინებში გაბმული და ერთ ოთახში 50 კაცი ცხოვრობს, ამ ჰამაკებში ძინავ და რაშვები ასაკეთებენ და გინაჩინელები აიღოთ, თქვა, ეს დემოგრაფიული საშიშროება. ჩვენი ქართული ბიზნესი რო გწირავს ჩვენ, ესეც სტიქიურად განვითარებული ბიზნესი. აი რა სიტყვით ამაზე, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც პედაგოგი, რა გეშველება სანამდე მიგვიყვანს სტიქიური ბინადმშენებლობა და სტიქიური პარალელურად მეორე ჭირის სტიქიური ტურიზმი. აი რა სიტყვით როგორც მოგახსენებთ, ახლა მე გაგახსენებთ ერთი ძალიან გულსაკლავი ფაქტი იყო ილია ჭავჭავაძეს თან მივიდნენ და მოახსენეს, რომ არის ერთ-ერთი ასეთი მკითხავი, სომეხი მკითხავი, რომელიც ძალიან ცუდ პერსპექტივას უქადაგებს ჩვენს მომავალს და ილია ჭავჭავაძეს თხოვეს, რომ იქნება აი ჩვენს მოусმინო და რამე ღონისძიებები მივიღოთ. მოგეხსენებათ ილიას როლი, თქვენ თუნდაც აღნიშნეთ, რაოდენ დიდია საქართველოს ცხოვრებაში. მართლაც მოუყვანეს ეს მკითხავი ილიას, ეს აღწერილია მის ერთ-ერთ ნაშრომში, მე კონკრეტულად ახლა არ მახსოვს, მაგრამ ნუ ვიცი ილიას შემოქმედებას იცნობს, მისთვის ნაცნობი იქნება. და პირდაპირ განუცხადა მან ილიას, რომ აი ჩემი გამოცხადებები და ხილვებითო მე-20 საუკუნეში საქართველოს დემოგრაფიულად იქნება ბოლო ადგილას
და გაგახსენებთ, რომ 19 საუკუნეში მთელ ამიერკავკასიაში ქართველობა იყო პირველ ადგილზე. ჯამში თანაც. იქ ეგრეთ წოდებული აზერები ვართ, ახლა რო აცხადებენ ეს თურქული წარმოშობის ხალხი. თათრები, რომელსაც ქართველები ყოველთვის თათრებს ეძახდნენ და არა აზერბაიჯანელებს და მოგეხსენებათ 1918 წლიდან თურქეთის მოთხოვნით დაერქვათ მათ აზერბაიჯანი, რათა ეს ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო აზერბაიჯანი გამختارიყო სამართლებრივად უფრო გამართლებული თურქეთისა და მსოფლიოს თვალში. პირველ ადგილას იქნება სწორედ ეს აზერბაიჯანელები, მეორე ადგილას სომხები და ბოლო ადგილას ქართველები. ილიასზე ძალიან ცუდად იმოქმედა ამანო, წერდა მე მისი ამ საუბრის შემსწრე ადამიანი და ძალიან დიდი გულის ტკივილით განაცხადა რა დაგვემართება ღმერთო ჩემო ისეო რომ ახლა ჩვენ პირველ ადგილას ვართ და მე-20 საუკუნეში ასეთი რამ სამწუხაროდ ეს მართლაც ახდა. მაგრამ ეხლა ისიც რა არის ჩვენ ყოველთვის ვაბრალებთ სხვას, მაგრამ მე ისე როგორც ისტორიკოსი გაგახსენებთ, ეხლა ძალიან მსოფლიო ისტორიაში რო არ წავიდეთ, თუნდაც საქართველოს ისტორიიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობა ქონდა ფარნავაზ მეფეს, ძალიან მძიმე მდგომარეობა ქონდა გორგასალს, ძალიან მძიმე მდგომარეობა ქონდა ბაგრატ მესამეს, დავით ამაშენებელს, გიორგი ბრწყინვალეს, ალექსანდრე დიდის და სხვა და სხვა. მათ გარემოს სადმი შეგუებაზე თანხმობა კი არ განაცხადეს. პირიქით ეს გარემო შეისწავლეს გააკეთეს დასკვნები და შექმნეს ის საამაყო და დიადი ქართული კულტურა, ქართული სახელმწიფო, რომელიცაც ჩვენ დღესაც ვამაყობთ. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ამიტომ თქვი მე რომ იდეოლოგია. თუ ჩვენ მომავალი თაობა არ აღზარდეთ, ეს დეველოპერი რომ ამდენს ბედავს. რა არის სახელმწიფო? წეგან ჩვენ კერძო საუბარს მოგახსენეთ. სახელმწიფო არის მიწაწყალს პლუს ხალხი. თუ მიწაწყალი ჩემი აღარ იქნება. თან ის მიწაწყალი, რომელიც ისედაც რუსეთისაგან ოკუპირებულია, სამაშაბლო, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, ასევე გვაქვს ძალიან მძიმე დემოგრაფიული რეგიონები, ეხლა რო არ დავასახელოთ, ესეც სწორედ იმის მანიშნებელი, რომ თავის დროზე შახაბაზმა ქვემო ქართლს ჩამოასა აყარა ქართველები, ქვემო ქართლში აყარა ქართველები საინგილოდან და იქ ჩამოასახლა თავისი მოძმე თურქმანული ტომები და ხოლო პასკევიჩმა აყარა ქართველები სამცხე ჯავახეთიდან და მივიღეთ ორი დღესაც კი მძიმე დემოგრაფიული რეგიონი საქართველოში. ესე იგი ჩვენ არ ვიცი კიდევ თუ გჭირდება სხვა მძიმე დემოგრაფიული რეგიონები მე მგონი დამაფიქრებელია ისედაც ჩვენ გვაქვს სხვა კუნძულები როგორც კახეთში ასევე ქართლში სადაც არაქართული მოსახლეობა საკმაოდ ჭარბად არის. ჩვენ არ ვაცხადებთ, იცით რა არის ახლა თანამედროვე ქართველი და მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ჩვენ ახლა თითქმის სტუდენტობიდანვე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავით ჩართული, მეტნაკლებად ისე აქტიურად არა, როგორც თქვათ, სხვა გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ მეტნაკლებად ჩართული ვიყავით, დაწყებული ქართული ენის დღიდან გამოსვლებიდან დღემდე რაღაცა ვცდილობთ ჩვენი აზრი გამოთქვათ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. ერთს ვიტყვი რომ ჩვენ ვიცით რომ სამყარო შექმნა უფალმა და უფალს არ შეუქმნია ერები, უფალმა შექმნა ადამიანი. და რომ ყველა ადამიანი თანასწორია და უნდა იყოს ერთმანეთისმე, მაგრამ რა კი მე შეიქმნა რასები, შეიქმნა რელიგია, შეიქმნა ხალხები, ერები, ჩვენ როგორც ქართველი ერის წარმოადგენლები განვიცდით, როგორც ჩვენი ოჯახების წარმოადგენლები, ჩვენ ოჯახებზე ზრუნავთ, საქართველოს ჩვენ დიდი ოჯახი და ქართველი ერი არის ჩვენ. თუ საქართველოში ქართველი არ იქნება, მაშინ ქართული კულტურა როგორ იქნება? ეს იქნება ყოფილი საქართველო, რომელზეც იცხოვრებს, რა თქმა უნდა, უცხო ერების წარმოადგენლები, კი ბატონო, თუ უფალი ესე გადაწყვეტს. ეს არის კლიმატი გვაქვს არაჩვეულებრივი, ბუნება და თუ უფალი ესე გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ისინი იცხოვრებენ და ჩვენ უარს ვიტყვით, მაგრამ უარს ვიტყვით რა, ჩვენი უძლურებიდან გამომდინარე და არა ჩვენი აქტიური მოღვაწეებიდან გამომდინარე. თანაც ჩვენ არასოდეს დააკვირდით ჩვენს პოლიტოლოგებს, არავინ არასოდეს არ აცხადა, ბოლო ხანებში კი წამოვიდა სხვა ძალიან ცნობილი პოლიტოლოგებისაგან, ჩვენ ვართ ისლამური სამყაროს ბოდიში ოკეანეში.
და ისევ ერეკლე მეორე ხლა მე ბოდიში ერეკლე მეორეზე დიდი ქართველი ვარ, ერეკლე მეორეზე მოაზროვნე, უკეთესი მოაზროვნე ვარ ამის ოჯახზე. რატომ აერჩია რუსეთი? როგორც სტალინი აცხადებდა, რუსეთი იყო ნაკლები ბოროტება ისლამურ სამყაროსთან, იმიტომ ერეკლეს გამოსტილი ჰქონდა როგორც სპარსული უღელი, ასევე გამოსტილი ჰქონდა თურქული სამყაროს ურთიერთობა ქართულ ფასეულობებთან, ქართულ სამყაროსთან და ეს ყველაფერი გაითვალისწინა და გამოჩნდა კიდევაც რომ ერეკლესის ნაბიჯი ჩვენთვის კარგი იყო. ამიტომ კიდევ მე ბოდიში ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ერთ ვიტყოდი, იდეოლოგიაში გვჭირდება თავარი რამ, რომ ჩვენ მომავალი თაობა დაკარგული ყავს ამ ლიბერალური აღზრდის გამო. რატომ მოიყვანეს ის სააკაშვილი, რომელიც სათამაშო თოჯინა იყო, რა თქმა უნდა, იმ დიდი სოფლიო ძალების ხელში და ყველა ის ამოცანა შეასრულებინეს. შევარნაძეს შედარებით ვერ შეასრულებინეს, მოიცილეს შევარნაძე, მოიყვანეს სააკაშვილი. და ყველაფერი დაირღვა სულიერება, დაირღვა ჩვენი პოლიტიკური მთლიანობა. ვინ გაყიდა აფხაზეთი რეალურად? ვინ გაყიდა? ვის მერე აღიარეს აფხაზეთი, ვის მერე აღიარეს სამარჩევლო და კიდევ რა ვიცი დავით გარიძე პრეტენზია აქვს აზერბაიჯანს, ვის მერე აქვს პრეტენზია? ჩვენ ასეთნაირად საზოგადოებრივი აზრი არის გადავლილი პრაქტიკულად საზოგადოება დღეს არ ყავს, იმიტომ არ ყავს რომ საზოგადოებრივი აზრი არ დომინირებს და სამწუხაროდ მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს ხალხის ზურგს უკან, რომელიც დამანგრეველია და დამღუპელია ერისთვის. აი მოგეხსენებათ ეს არაბული სოფელის და დასახლების თუ კონგლომერატის მშენებლობა თბილისთან ახლოს, კიდე ბათუმთან ახლოს. გასაგებია ინვესტიციები კარგია, გვესმის რომ ფულის შემოსვლა კარგია, მაგრამ როცა ამას მოყვება და ეს ხდება რაღაცა დაფარული ხელშეკრულების საფუძველზე, როდესაც ხალხისთვის უცნობია რეალურად რაზე არის ხელი მოწერილი და ამ ბინებში აი ამ ტერიტორიას დაიკავებს, რა თქმა უნდა, ალბათ ის, ვინც ამას ააშენებს და ისინი აშენებენ და ისინი ფლობენ ინვესტიციებს და კანონმდებლურად ჩვენ რამდენადაც ვიცით, რომ რაღაცა მიზერია არის საქართველოს მთავრობის მონაწილეობა იქ, რა თქმა უნდა, არაბები ჩამოასახლებენ არაბებს, რა თქმა უნდა, ვის ჩამოასახლებენ, ხო? ეხლა იმებს არ ჩამოასახელებენ ესკიმოსებს და თქვათ მარსიანებს. ბატონო გიორგი, ერთ სათხოვარი მექნება. მხოლოდ არაბებზე არ უნდა იყოს. არავის არის დასახლება. რა თქმა უნდა. ჩვენ ესეთი ძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს არაბები ქვია, ხო? ხვალ შეიძლება გითხრან ჩინელები. ზოგ ინდოელებიც მოინდომებს. არავით არის ჩინელი მილიარდელები ვერ მოინდომებენ, თქვათ იყიდონ რაჭის რეგიონით და იგააკეთონ დასახლება, თქვათ. ინდუსი მილიარდელები რა არ ყავთ ინდუსებს მილიარდელები, რომ სარფიან ესე იგი მაგიდის ქვეშა გარიგებას დადებენ საქართველოს მთავრობასთან და ეხლა ინდუსები მოიგებენ. ამიტომ რატო ისრაელი არ ყიდის თავის მიწებს, მეგობრებო? რატო ისრაელი ასეთი ბრძენი ერი, თქვათ, მოგება იქაც უნდა და მოგებაზე დახარბებული რა იქაური მთავრობა არ არის ისრაელის ნეტანიაჰუს მთავრობა. რატო არ ყიდის იმ თავის წმინდა მიწებს? მოდი ერთი კითხვა დავსვათ. რატო არ ყიდიან სომხები, ჩვენი მეზობელი სომხები, ძალიან მაგარი პატრიოტები არიან თავის ქვეყნის. რა არ შეუძლიათ, რომ არაბები შეიხები და ისინი შემოუსვან და უზარმაზარი ინვესტიციები შემოიტანონ? რატო არ აკეთებენ ამას? იმიტომ არ აკეთებენ, რომ თავის, ესე იგი, სამშობლოს უფრთხილდებიან. და აქედან გამომდინარე, მე ასეთი რაღაცა მიკვირს, რომ ინვესტიციები კარგია, როდესაც წარმოებები იქმნება, ამის დეფიციტი გვაქვს პრაქტიკულად, შედით სუპერმარკეტებში, ქართული ნაწარმი არდებს. შემოიყვანეთ ინვესტიციები წარმოებაში, ჩაიდოს ნებისმიერი წარმოების შექმნა შეიძლება. დამწყებული ქიმიური მრეწველობიდან, ნავთობწარმოებიდან, ბენზინის წარმოება, რა ვიცი, ნებისმიერ დარგში კვების მრეწველობის წარმოება, სოფლის მეურნეობა, სუბუქი მრეწველობა, შემოიტანეთ ინვესტიციები. იმპორტ ჩანაცვლება, რაც აიდრებს დააკეთეთ იმპორტის ჩანაცვლება და დაასაქმეთ ახალგაზრდობა და ვინ წავა ამაზე. მანდა მაინც აი ამ კუთხით უნდა შემოვიდეს, რომ კორპუსები, სახლები და სასტუმროები აშენდეს და იმ სასტუმროებში მერე გარემები მოეწყოს და როგორც ხდება ახლა დუბაიში რა არის? დუბაის სეგმენტის გამოტანა უნდა. რა არის დუბაიში, ხო? განუწყვეტლივ შენდება სახლები, სასტუმროები, სავაროსკიპოებად თელ დუბაი. ვინც ჩადეს ახლა ქართველი იქ, რა თქმა უნდა, სავაროსკიპოებად არის გადაქცეული მერე ამ არაბების მიერ და
სოფლიო ფული ირეცხება, ეს შავი ფული ირეცხება იქ და ახაც ალბათ ეს სოფლიო ფული შემოვა და გაირეცხება. ჩადევით მეგობრებო, თუ ასეთი პატრიოტები ხართ და თუ გინდათ ინვესტიციები სოფლის მეურნეობის საწარმოების გადამუშავებაში, მძიმე მრეწველობაში, თუნდაც მძიმე მრეწველობა არ არის, ავტომშენებლობა არ უნდა კონდეს საქართველოს, ნავთობ გადამამუშავებელი, ჩვენ რომ ამბობთ რომ ნავთობი გადის და კაცმა არ იცის რამდენი ნავთობი გადის. გადაგვემუშავებინა აქ საქართველოში და ეს ქიმიური მრეწველობის საფუძველი იქნებოდა. ერთი გადამამუშავებელი საწარმო ქიმიური მრეწველობის საფუძველთა საფუძველი გახდებოდა და უამრავი წარმოება მის ბაზაზე შეიქმნებოდა. რატო არ გვინდა ეს? მაგრამ ეს იაფი გზა, ეს არის მაგიდის ქვეშა გარიგების ყველაზე ადვილი გზა. აქ მე დარწმუნებულია ძალიან დიდი ფული დარჩება ადგილობრივ მაფიას, ოფიციალურს და არაოფიციალურს და ამიტომ აწყობთ ეს, ხო? მაგრამ თქვენ და ლოცულობო ქართველები არ ახავთ, ნუ თუ შვილები არ აკავთ, ნუ თუ ქართული გვარები არ აკავთ. არავინ არც ერთი სომეხი ამას არ გააკეთებს, არც ერთი ებრაელი თავის წმინდა მიწას არ გაყიდის, ხახნო? აი უბრალოდ იმაზე კი არ არის, აი ზოგიერთი კონსერვატულ ფლანგზე მყოფი ჩვენი მეგობარიც გადაიბირეს რა, არ ვიცი როგორ გადაიბირეს, როგორ მოხიბლეს, რომ ხალხი იძახის რომ მე რა შემოვიდეს ჩაიარონ მეგობრებო, ამ გეი პარადმა ჩაიაროს, იგივე გეი პარადია. იგივე გეი პარადია, ასეთი ინვესტიციების შემოსვლა. გეი პარადზე ნაკლები არ არის ესა. ჩავატაროთ ეს ფინანსები და ესე იგი ამ ფინანსების მონები გავხდეთ მე და აქ რო არაბები იყიდიან და აშენებენ და აქ რო ჩამოა ერთი 200,000 არაბი, ხო? იმათ ვეღარ გაიყვანთ. აბა ნახოთ ერთი რისი გამყვანები ხართ. ეხლა აქ რო დარბიან მოტოციკლეტებით პაკისტანელები, აი ბაცნობა ასე ვთქვათ, ბავშვები. აბა გაიყვანეთ ერთი თუ მაგრები ხართ. და იმ 100,000 არაბს თუ მოერევით, მე კიდე რო შემოვლენ დიდრები, მილიონრები, მილიარდელები და 1000 კავშირები და 1000 მაფიებით. გაყავს ეს ირანელები, მე რო ვიძახი, მას ტურიზმი შემოვიდაო, მას ტურიზმი, აქ რო ცხოვრობენ მე ემიგრანტებად რო რჩებიან, ხახნო, თავს რით ირჩენენ? თქვენ გონიათ რომ მარტო იმ დისტრიბუტორობით და იმით ირჩენენ და მარტო ჩვენ ახალგაზრდობას ართმევენ იმ სამუშაოს. მარტო მაგით შემოიფრანგებლებიან? ნარკობიზნესი რო არის გაჩაღებული და 1000 ბიო და 1000 მცენარე და 1000 ქიმიკატი რო შემოაქვს და გადი დიდი ღომში იქ ცხოვრობ მე და დიდი ღომში ესე იგი ციცინათელები დადიან და ბუჩქებში ეძებენ ეს ჩვენი ქართველი ახალგაზრდები მათ მიერვე დადებულ აი ამ უცხოური ტურისტების და ვითომ ემიგრანტების მიერ დადებულ ნარკოტიკებს ნუ ინტერნეტის საშუალებით როგორ ხდება ესა რა და რამდენი ჩემთვაწინ ჩვენ ქუჩაზე დაიჭირეს ირანელები, აი ეს არც ქართული იციან, არც რუსული, არც ინგლისური, მგონი ირანულად ვერ ლაპარაკობენ. კრიმინალები საიდან გამოქცეული ხალხია ესა და ესე იგი ასე გაუფილტრავთ. მეგობრებო, მე მგონია აი მთავრობას მიმართავ, მე ხო ხართ პატრიოტები, ხლა პარლამენტარებს მიმართავ, კარგით ეს ჩინოვნიკები თქვათ რაღაც ათკატებში ზიან და ჩუმად არიან, მაგრამ პარლამენტში ხო ხარ დალოცილობ ოცნების წევრები ხო არიან, რომლებიც პატრიოტობაზე თავძებს და 80% ხო არის დაკომპლექტებული პარლამენტარები მათ მიერ, ხო? ძალიან გთხოვთ რა, ესე იგი, გაიხსენეთ რომ ქართველები ხართ, გაიხსენეთ რომ ქართული გვარები ხართ და სასწრაფოდ, ესე იგი, მუხ ჩაუხრელად დაიწყეთ საკანონმდებლო მუშაობა. ჯერ ეს ერთი საზოგადოებას შევხვდით, რატო ხართ ასე მიმალულები, დამალულები, რადგინდათ ეს მურვანყრუობა პარტიის ლიდერებს ვერ შეხვდები. აი თქვენ ვართ ქართული არასამთავრობო მამულიშვილები. ძალიან მინდა რომ ქოცების ლიდერებს შევხვდეთ და დაგვიბარეთ, დაგვირეკეთ. აგერ დავტოვებთ ტელეფონებს. მოვად ჩვენ სამეგობროს მოვიყვანთ და კორექტულად ვილაპარაკოთ ყოველგვარი ჩხუბის გარეშე. ერთ ნავში ჟივართ, ხო? ჩვენი სამშობლო არის საქართველო. დავждეთ და აი ეს პრობლემები განვიხილოთ. ის ხელშეკრულებაც გამოაჩინეთ, რა ხელშეკრულებითაც შემოდის ეს ხალხი, რატო მალავთ, რატო არის გასაიდუმლებული პუნქტები საკუთარ სამშობლოს, საკუთარ დედას და მამას, როგორ უნდა გაუსაიდუმლო შენ ხელშეკრულება, ხო? საკუთარ შვილებს უსაიდუმლებთ ამ ხელშეკრულებას, გასაგებია რომ თქვათ ვიღაცა დიდფულს აკეთებს, მაგრამ ფულის კეთებას ზომაც ვიცით და წონაც ვიცით, ხახნო ყველა მორალს ხარ უნდა გადავიდეთ რა. და მე ასე ვფიქრობ, რომ აი არის ანალოგები არ გვინდა ველოსიპედის გამოგადება. არის აგერ უნგრეთი, ნახეთ ორბანთან ჩადით, ნახეთ ეს კანონმდებლობა როგორ არის. იქაც შემოდის ინვესტიციები, როგორი წესით მიდიან. უნგრეთში ჩავიდენ, კაი ისრაელს თავიდან არა აქვს მაგის თავი, რომ ისრაელს ელაპარაკო. უნგრეთში ჩადით რა. იხვეწება ეს კაცი, ჩამოდით და ჩვენთან ერთად გადაარჩინეთ თქვენი სამშობლო.
აი ორბანი ორი ხელით იბრძვის, ერთი ხელით ებრძვის ქვეყნის შიგნით ლიბერალიზმს, მეორე ხელით ებრძვის გლობალიზმს. აი ასეთ შემოტევებს ებრძვის და ნახეთ როგორ არის ტურიზმი, როგორ არის დაბალანსებული, როგორ არის მშენებლობა დაბალანსებული, როგორ არის სწორედ ეს როგორ იცავენ აი ამ შემოსულ ემიგრანტებს და მათ ესე იგი იგივე იმ პაკისტანელებისგან, ინდუსებისგან აი ამ შემოსევა მილიარდ ნახევარი ინდუსი აქედან გაწובה, მილიარდი ჩინელი იქიდან, 100 მილიონი სპარსი აქედან და 100 მილიონი თურქი აქედან, ხო? რაღაცნაირად ხო უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, მართლა ის ხო არ არის რაღაცა. ბატონო გიგა რას დავამატებთ? მე დავამატებ რა მეგობრებო, რომ ერთი რაღაცა არის რა და ყველას დაავიწყდა ეს ქართველი ხალხი არჩევნებზე რო ახსენდებათ. პირდაპირ მიმართავ მთავრობას რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი რა და ჩვენი აზრი უნდა გაითვალისწინოთ ესე ქაოტურად ვიღაცა რაღაცას რო გადაწყვიტავს არ შეიძლება გადაწყვეტა ჩვენ უნდა შეგვეკითხონ ჩვენ ვართ ქართველები ჩემი შვილები არის თქვენი მომავალიც და ჩემი საქართველოს მომავალიც და მე ჩემი შვილების უნდა ვიცოდე რომ ხვალზე სად გაიზრდებიან ამიტომ უფლება არავის არ აქვს როგორც ჩვენმა პატრიარქად თქვა არაფრის გაყიდვის უფლება იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეს ჩემი არის და ჩემი შვილების არის და ჩემი შვილიშვილების არის და თქვენ რა უფლება გაქვთ ვინახართ რას წარმოადგენთ განიხილეთ ჩვენთან ერთად გაჩუქა ვიღაცა დაგიტოვეთ განიხილეთ მოდით დაგველაპარაკეთ კაცო ეს მინდა ესე ვინც ამის წინააღმდეგე ყველა არის თურმე ვიღაც აგენტი რაშვაში აგენტი კითხეთ რამე ესე არ შეიძლება რა და ესე ვერ გააკეთებთ იმიტომ რომ აქ ცუდი ამბები მოხდება ჯერ ის უბედურებას მოიტანენ ისინი ვინც არიან ჩამოსულები და მე კიდე მოხდება ის რომ ჩვენ ქართველები ცოტა სხვანაირები ვართ რა ჩვენ ბაქტრიონის მოგვიწყია და ბევრი რაღაცა მოგვიწყია კიდე ბატონო გიგა ნამდვილად აი კონსტავრობას მოუწოდებთ კონსტრუქციისკენ და გამოდით დაველაპარაკოთ ყავთ ministrები შეხვდით საზოგადოებას ქართულ არასამშობლოებს შეხვდით კარგით ლიბერალებს არ აინტერესებდა ლიბერალებმა დიდი ხანია სამშობლო გაკეთეს 30 წელს ჩვენ ვიცით ესა ხო მაგრამ ქართული ეროვნული არასამთავრობები არსებობს 1.50-60 ჩვენ ვიცით მას სხვა არასამთავრობები ქართული ეროვნული პარტიები არსებობს პიროვნებები არის კაცო ხალხი არის ხატრები არსებობს მწერლები პოეტები საზოგადო მოღვაწეები მშრომელები დავდეთ და ვილაპარაკოთ თვითონ გაქვთ მშვენიერი ინსტრუმენტი ხო გაქვთ ეს კოცების პარტია რა ქვია დასახელება შევხვდით ოფისი გაქვთ ბრწყინვალე ხო ესე იგი ვერტფრენი ორი ვერტფრენი დაждდება მე მგონია მაგარი ხელა უზარმაზარი ფართობია დაგვიძახეთ შევხვდებით მოვად მასმედიის წინაშე ვისაუბროთ რა ინვესტიცია შემოდის როგორ გვემუქრება იქნება არ ვიცი ყვანები ვართ და ცუდად რაზეა ლაპარაკი და საზოგადოების წინაშე იყავით ანგარიშვალდებული და არ შეიძლება ესე საზოგადოების ზურს უკან აი ამ დიდი პროექტების გაკეთება. ესა და ეს ელემენტი ყველა ქვეყანაში ამას იტყვის ყველა ნორმალური საზოგადოება. მით უმეტეს ჩვენი მამულიშვილები მოუწოდებს ყველა ქართულ არასამთავრობოს, ყველა ქართულ პარტიას და ყველა ქართველ პატრიოტს რომ მოვიდეს დადგეს იმ არაჩვეულებრივ მიტინგზე, რომელსაც ბატონი დავითი და ირმა დღეს თაობენ და აი ეს არ არის, ეს არის კონსტრუქციული მიტინგი, ეს არის სიყვარულის მიტინგი და ეს აღშფოთების მიტინგიც არის. ხო მე ასე ვფიქრობ. ამას კიდე მოყვება სხვა. ქართველები ვარ და ჩვენ სამშობლოს რას უპირებთ? უბრალოდ გითხარით ხალხო რა. არ შეიძლება ეს ტელევიზიის საშუალებით, დისკუსიის საშუალებით, აი დიდი დარბაზი გავაკეთოთ, საზოგადოების დარბაზი და ვისაუბროთ ყველამ სიყვარულით, მეგობრობით, გულითადად ერთმანეთში შუბგახსნილად, რომ რას უპირებთ ამ ჩვენ ქვეყანას. აი ეს არის მეგობრებო, უკვე ჩვენ 3 წუთი დაგვრჩა. ამოიწურა დრო, მაგრამ ჩვენი გადაცემა მე ძალიან სურვილი მაქვს რომ გაგრძელდება წმინდა ილია მართლის გზით მოწოდება ასეთი არის რომ ქართველობა ვიაროთ წმინდა ილია მართლის გზით რა სიტყვით ბატონო ხო მე ეხლა ცოტა საზოგადოებაში ძალიან ისეთი მძაფრი რეაქცია ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქისადმი ჩვენ დავაფიქსირეთ არა მარტო არაბული საერთოდ არ გვინდა არავისი რა და თან ეხლა ჩვენ არ ვაიგივებთ ეხლა კაცმა რომელსაც გაყიდა აფხაზეთის სამოჩაბლო გარეჯი არ გაიგივებთ ნაცებთან მაგრამ ბოდიში ჩვენ გვჭირდება ჩვენი სამშობლოს დაცვა, ჩვენი მიწა-წყლის დაცვა და მიწა-წყლის გაყიდვის გარეშე იქნება მოგვარდეს ეს საკითხები, რომ მიწა-წყალი დარჩეს საქართველოს, ის ქონებას დარჩეს და მეტი მოგება წაიღოს იმ არაბი იქნება, ჩინელი იქნება თუ რაღაც, მაგრამ შენობას და მიწას პერსპექტივას ჩვენ ერთი ბეწო ქვეყანა გადავართ. აი ბატონო მაჟა. და ეს ერთ წამსაც დავამატებ. რატომ
ჩვენ რაკი ქრისტიანები ვართ, გთხოვთ 10 ცნებას გადახედეთ. უფალია ყველგან ზევითაც და დედამიწაზეც. და თუ მე შეიძლება თქვენ დამი რაღაც სტარი ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ მე უფლის წინაშე ვაგებ ჯერ პასუხს და მე რა თქვენ წინაშე. ასევე თქვენც აგეთ პასუხს თქვენი სტარი ნაბიჯებისა და გამო. დიახ, ჩვენ სხვათა შორის სხვადასხვა დროს ქოცების ამომრჩევლები ვიყავით, ბევრჯერ მხარი დაუჭირეთ მე პირადად და ვთხოვთ აი ამ ქოცების პარტიას რომ შევხვდეთ, დავждდეთ, დავილაპარაკოთ ჩვენ სამშობლოზე ღიად საზოგადოების წინაშე. არაფერი აქ არ არის გასაყოფი და მე ვფიქრობ რომ გამოგვეხმაურებიან და რაღაცა კომუნიკაციაში შემოვლენ საკუთარ ხალხთან ჩვენი სახით. გმადლობთ ყურადღებისათვის. საყველა გუშინ წმინდა გიორგობა იყო, გილოცავთ, ნაგვიანებად, მაგრამ მაინც გილოცავთ და რა ვიცი, წმინდა გიორგი შეგვეწიოს და დაიფაროს საქართველო. წმინდათა დასი. ამინ. რაღაც დავესწრო.